მიმდინარეობს რემონტი. ხოლო წვდომათა დარბაზი იმის იქეთ არაფერი არ არის გაკეთებული ფაქტიურად. მე ნიშნის მოგებს არ საუბრობ ვერწყუნეთ, ჩემი თვალით ნახე ყველაფერი. უმძიმესი და ფატალური ვითარება. ფაქტიურად ეს ვერ მოესწრება, გამორიცხულია 20 ოქტომბრისთვის. ამით ჩვენ ვართ კონსტიტუციის დარღვევის ზღვარზე, მისულები. კონსტიტუციას არ ღვევდა მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ 2 წლების მანძილზე, უნდა რომ ქართულ მოცემამ თავისი მოღვაწეობა მუშაობა დაიწყოს კონსტიტუციის დარღვევა. ყველა პირობებში იგი სამუშაო პროცესისთვის მიმდინარეობს ხარვეზების გამოსვლა. ჩაბარებულია პერსონალი უკვე ერთი კვირა შემოსულია. აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორ უნდა ვიმუშაოთ ახლა ამ პირობებში. მოქალაქეები როგორ უნდა მივიღოთ, მოქალაქეთა მისაღები არ არსებობს ფაქტიურად. სიბინძურე, საამშენებლო მტვერი, ნაგავი, თვითონ შიგნი, აქანდაზე და ცოცხები უყვარს ბატონ სააკაშვილს, შებრძანდეს თავის კოლეგებთან ერთად და მოგაონ იქაურობა. თვითონ ტესტირების რეჟიმში ხა გაშვებული გათბობა, კონდიცირება ის გაამართლებს, არ გაამართლებს, არავინ არ იცის, აქამდე არ შემოწმები არავის. აქ შეიკრიბება პარლამენტი, ჩვენ კონსტიტუციას არ დავარღვევთ. თვითონ დარბაზი მზად არის, სავარაუდოდ ჩაფხუტებით მოუწევთ აქ სიარული ადამიანებს. 20 ოქტომბრის შემდეგ გარედან გამოსული დეპუტატები ვერსად ფაქტიურად ვერ წავდნენ. აქ სამუშაო პირობები არ არის. ჯერჯერობით 100-ია და მე არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს აქ.